ნიშნე და კლავაც აღნიშნავ, როდესაც ვეხები დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას საქართველოში და მე მგონი ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, არამედ ბევრი სხვა საქმეში ჩახედული ადამიანისაც, რომ სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლება, დღევანდელი მმართველი ძალა, რომელსაც მე არაერთხელ მithქვავს, რომ ნამდვილად გულშემატკივრობ და სისხორცეულად ვარ დაინტერესებული მის წარმატებებში, ამას ვამბობ აბსოლუტურად უცვლელად. დღევანდელი მმართველი ძალა აღმოჩნდა თავისებურად რაღაც მოქცეული მოჯადოებულ წრეში. და იგი თითქოს და აი ამ მოჯადოებული წრიდან ამოსვლას ვერ ახერხებს. იგი ჩაეფლო ნაცმოძრაობასთან, რომელიც დღეს უკვე წარმოადგენს ოპოზიციას ქვეყანაში, პაექრობის ესე იგი რაღაც ჭაობში და ეს პაექრობა თან ატარებს დაუსრულებელ ხასიათს. პაექრობა, რომელიც არის აბსოლუტურად უაზრო და უნაყოფო, მესმის გაუთავებელი დისკუსია, რომელსაც რაღაც შედეგი კონდეს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, ეს არის გაუთავებელი რაღაც პაექრობა, რომელსაც არავითარი აზრი, შედეგი, რაიმე ეფექტი კონდეს ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის, ამას ნამდვილად ადგილი არ აქვს. იმის მაგივრად, რომ მმართველმა ძალამ მიმართოს მთელი თავისი ენერგია, მთელი რიგი საშინაო და საგარეო პოლიტიკური პრობლემების, ურთულესი პრობლემების და ესე იგი საკითხების გადაჭრისაკენ, აი ამის მაგივრად მთელი მისი ენერგია იხარჯება სწორედ ამაზე. ეს რა თქმა უნდა მე მithქვია და კიდევ აღვნიშნავ, ბადებს გაურკვევლობის სერიოზულ განცდას საზოგადოებაში და მე მგონი თქვენ ამაში რომ საზოგადოებაში არის გაურკვევლობის განცდა, რაღაც აი გაურკვეველი უთავბოლო სიტუაციის განცდა, საზოგადოების მორალურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ეს მოქმედებს ცუდად, პოლიტიკური ვითარების სტაბილურობაზე ეს მოქმედებს ცუდად. და მე პირდაპირ გეტყვით, ასევე ბიზნესიც მოქმედებს, თქვენ შეგიძლიათ დაელაპარაკოთ სერიოზულ ბიზნესმენებს, მათ შორის სერიოზული საფინანსო კომპანიების და ბანკების, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელ პირებს და ისინი გეტყვიან, რომ რა მდგომარეა სტაგნაცია ამ ხრივ და ამ სტაგნაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ისინი გეტყვიან, არის სწორედ ეს გაურკვეველი. შესანიშნავი სახელი და სლოგანია ქართული ოცნება. მე თავად ყოველთვის ძალიან მომწონდა და მომწონს. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეხლა უკვე ოცნებების და დაპირებების დრო არის წასული. ხალხს სჭირდება უკვე რეალური ნაბიჯები და რეალური საქმე. რეალობა სჭირდება ხალხს. ჰეგელი, იცით, იყო ძალიან დიდი მოაზროვნე გერმანელი ფილოსოფოსი, რომელიც ამბობდა, რომ ყველაფერი ნამდვილი არის გონივრული და ყველაფერი გონივრული არის ნამდვილი. ეს არის საოცარი ფრაზა და ჩვენ აი სულ ზუსტად ესეა რა. ხალხს სჭირდება რეალობა და სინამდვილე ახლა. და სწორედ სჭირდება რეალური პოლიტიკა, რეალურ შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკა და სწორედ აი ესეთი პოლიტიკა იქნება რაციონალური. ეხლა ამ ფონზე მე ხელ ცოტა გადავდივარ უფრო კონკრეტულ რაღაცებზე. აი ამ გაურკვევლობის ფონზე ნაცმოძრაობას რაც ეხება, რომელიც რა თქმა უნდა მე არაერთხელ მithქვია და კიდევ ვიტყვი, რომ მას ესე რომ ვთქვათ, ესეთი სახით როგორც ნაცმოძრაობას ნამდვილად არავითარი შანსი არ აქვს ესე რომ ვთქვათ, ბობრუნდეს ხელისუფლებაში და ჩარს უკან ვეღარავინ ვეღარ დააბრუნებს, ეს განწირული რამეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნაცმოძრაობას აქვს გამოკვეთილი სტრატეგია თავისი და რაში მდგომარეობს ეს სტრატეგია. პირველი, რა თქმა უნდა, და რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის მათი ასე ვთქვათ, გეგმის მიხედვით მუშაობენ. პირველი ეს არის. იყვნენ მუდმივად ტალღაზე და შეინარჩუნონ თავიანთი აქტუალობა, შეინარჩუნონ ორგანიზაციული მთლიანობა. ეს არის ნომერ პირველი. მათ პირდაპირ საკითხებად დაქვთ, იცოდეთ და ეს ყველაფერი დასახსოვრა. ამას ისინი ახერხებენ და ჩვენ ვხედავთ, რომ ნუ ვიტყვით, რომ მხოლოდ მათი გულშემატკივარი ტელევიზიების, ანუ ნებისმიერი ტელევიზიის ტელეეკრანზე ფაქტურად მუდამ არიან ისინი. რეალურად ნაცმოძრაობა უკვეთავს დღის წესრიგს, ხელისუფლებას და პოლიტიკურ დღის წესრიგს და ხელისუფლება არის დღეს მოპასუხის როლში. აი ესეთი რეჟიმია დღეს.
მეორე მუდმივი საბოტაჟი, ობსტრუქცია, დისკრედიტაცია დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე და საშინაო პოლიტიკურ ასპარეზზე. ამასაც მე მინდა გითხრათ, ფაქტობრივად ნაცმოძრაობა მეტნაკლებად ახერხებს. ეხლა უნდა გითხრათ, რომ სერიოზულ რაღაც დადებით გარღვევებს საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე თუ ავიღებთ ძირითად ვექტორებს, დასავლეთის ვექტორს, ადგილი არ აქვს. ეს რეალობაა, ხალხო. უფრო მეტიც მოახერხა ნაცმოძრაობამ თავისი ეფექტური მუშაობით და თავისი დეზინფორმაციებით, რომ სერიოზული ეჭვები არსებობს ევროპულ სტრუქტურებში და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო სტრუქტურებში, როგორც არის ადმინისტრაცია, პენტაგონი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, გარკვეული სერიოზული ეჭვების დათესვა დღევანდელი მმართველი ძალის მიმართ, მათი რეალური საგარეო პოლიტიკური ინტენციების მიმართ. რაც ეხება რუსეთის ვექტორს, ამ მიმართულებითაც რეალურად რო ვთქვათ, კი არის ზოგადად ლაპარაკი რაღაც დათბობა, ისა, ესა, მაგრამ არავითარ რეალურ წინსვლას ადგილი არ აქვს. 6 თვე გავიდა, 6 თვის განმავლობაში გაუთავებლად გვესმის, რომ ჩამოდის ონიშჩენკოს ხალხი და გრძელდება ესე იგი დღესაც ამაზე ესე იგი. 6 თვეა ცოტა დრო არ არის, 9 წელია დასული. ჯერ სხვა არაფერზე აღარ ვლაპარაკობთ, მარტო ღვინოს რაც ეხება და რაღაც კულტურულ ურთიერთობებს, მოდით ვთქვათ, რა რეალურ გარღვევებს აქვს ამ ხრივ ადგილი. ანუ ეს მე მინდა გითხრათ, ამ ხრივაც ეს არის ნაცმოძრაობის სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, დაბლოკვა და დისკრედიტაცია ყველა მიმართულებით. მესამე ეს არის, რომ საკმაოდ სერიოზული თემა, ასევე თქვენთვის კარგად ცნობილი, რა თქმა უნდა, რომ მათ უნდა ნაცმოძრაობამ უნდა შეინარჩუნოს თავისი დასაყრდენი ძალები ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში. ანუ ეგ ეწოდება მეხუთე კოლონია. და რა თქმა უნდა, თქვენ კარგად იცით, გარდა იმისა, რაც ოფიციალურად ესე ვთქვათ, მათ განეკუთვნება, მათ ჯერ კიდევ მთელი რიგი გამგეობები იქნება, ბანკი იქნება, სასამართლო. დღევანდელი სახელმწიფო სტრუქტურების ძალიან დიდ ნაწილში უხვად არის, რა თქმა უნდა, მათი ესე ვთქვათ, მათ მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანი, მათი ხალხი თუ შეიძლება ასე ითქვას და უპირველეს ყოვლისა მათ მიზანს შეადგენს, რა თქმა უნდა, შეინარჩუნოს და მე ეს მითქვია ადრეც თავიანთი დასაყრდენი ძალა, ანუ მეხუთე კოლონა შინაგან საქმეთა სამინისტროში, რასაც ისინი დღემდე ახერხებენ და მინდა გითხრათ, რომ ახერხებენ ეფექტურად, ეს მათ ტაქტიკაში შედის, რომ კონდეთ ირიბი თუ გაშუალებული რაღაცნაირი ურთიერთობები იმ ადამიანებთან, რომლებიც ითვლებოდნენ ვანო მერაბიშვილის საიმედო დასაყრდენებად შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომლებიც დღესაც მიდიან სახლში, ვანო მერაბიშვილის სადაგძელოს სვავენ და იძახიან მაგარი კაცი არისო და იყო. ანუ ესეთი კონტინგენტი იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროში თქვენ კარგად იცით არსებობს ადამიანების დიდი ნაწილი ამ თანამშრომლ მე არ ვლაპარაკობ იმ მიდგომაზე, რომ ვინც ადრე მუშაობდა ის უნდა მეც ვიყავი საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარე და პროფესიონალების ძალიან დიდი ნაწილი გვერდზე დავიყენე, ყველა მოადგილე ძველი პროფესიონალი მყავდა და ნელ-ნელა დავიწყე ეს, მაგრამ ლაპარაკი არის კონტინგენტზე, რომელიც ეწეოდა დევნას, პოლიტიკურ დევნას, ოპოზიციის ძირგამომთხელ მუშაობას, ტერორს, რეპრესიებს და ხელი აქვთ გასვლილი მთელ რიგ დანაშაულებრივ, ესე ვთქვათ, ოპერაციებში, ესეთი ადამიანები ჯერთი მორალური და იურიდიული თვალსაზრისით გაუგებარე, როგორ შეიძლება დატოვო ესეთ მნიშვნელოვან სტრუქტურაში, რომელზედაც დღეს დამოკიდებულია ქვეყნის უსაფრთხოება. და მეორე ყველაფერს თავი გავანებო. შენ ესეთ არასტაბილურ ვითარებაში ესეთი კონტინგენტი რო ყავს შიგნით, ეს არის ნაღმი ელემენტარულად. ეს არის დაუშვებელი რაღაცა. ეს არის პირდაპირ ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც შენ ყავს ესეთ მნიშვნელოვან სტრუქტურაში და მე ელემენტარულად ბევრი თქმულა კიდევაც, მაგრამ მინდა წარმოდგენა რომ შეგექმნათ თქვენ და ესეთი ეს მე უბრალოდ აი რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. თქვათ ამ ადამიანებს გია ჩიხლაძე გაგიგიათ თქვენ ყოფილი კუდის სამმართველოს უფროსი, ამჟამად სუსის სახელმწიფო უშიშროების სააგენტოს
თავარი სამმართველოს უფროსი ადამიანი რომელიც მუშაობდა პირდაპირ მის მოვალეობაში შედიოდა მუშაობა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ მთელი დამუშავების საქმეები ოპოზიციური პარტიებისა მთელი ეს ინტრიგები ისა მოს ყველაფერი ეს კონტროლი ტოტალური დევნა ეს პიროვნება დღეს არის სუსის მთავარი სამმართველოს უფროსი ვაჟა მაზმიშვილი ყოფილი კუდის სამმართველოს უფროსის მოადგილე ამჟამად სუსის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ასევე მუშაობდა პარტიებში აღარ ვიტყვი შალვა ჯანაშვილი ყველამ კარგად იცით ვანო მერაბიშვილის მოადგილე სპეცდანიშნულების რაზმების და საგანგებოების კურატორი ადრე მან დაგეგმა 7 ნოემბერი 26 მაისი და კიდევ აღარ ვიტყვი უამრავი სხვა რაღაცა ამჟამად რჩეველია მინისტრის ამ სფეროში რასაც ქვია სპეცდანიშნულების რაზმები სოსო ქარჩაიძე ადრე საგანგებოების შტაბის საგანგებოები იცით ვინც არიან აი ეს ვინც არბევნა ეს ჩაცმულები პლასტმასის იმებში შტაბის უფროსი ასევე დამგეგმავი აი ამ დარბევების ამჟამადაც შტაბის უფროსი ვალერიან თელია ადრე იყო ვაკე საბურთალოს პოლიციის უფროსი მან ჩაუდო იარაღი გია ბერძენაძე თქვენ გაიგეთ ვეტერანთა იმის უფროსი აპრილის 2009 წლის აპრილის აქციების შემდგომ უამრავ ადამიანის მიმართ დაიწყო ესეთი დევნა მათ შორის გია ბერძენაძე დააკავეს ესე იარაღი ჩაუდეს და აი სწორედ იარაღის მთავარი ჩამდები იყო ის ამჟამად აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსი ზვიად ხარაზიშვილი ადრე სოდის სპეცნაზის უფროსი ახლა ფინანსთა სამინისტროს სპეცნაზის უფროსი მან ჩაატარა ეგრეთ წოდებული ოპერაცია რის შედეგადაც მოკვდა გია კრიალაშვილი ჩაცხრილეს და ჩაცხრილეს ასევე კობა ოთანაძე მას კობა ოთანაძის სხეული ნახოთ არის 15 წვია მის იმაში უბრალოდ ის შემთხვევითაა ღვთისწყალობითაა გადარჩენილი ტარიელ შარვაშიძე ადრე კუდის სპეცნაზის უფროსი დათა ახალაიას მარჯვენა ხელი ეს ყველა მიცის კუდის სპეცნაზის უფროსი ამჟამად სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სწორედ ტარიელ შარვაშიძე და შალვა ჯანაშვილი იყვნენ მთავარი დამგეგმავები 26 მაისის დარბევის ოპერაციის სიმონ მაჩაიძე სიმონიკა ესე ჭალებში ადრე მუშაობდა კუდში და იყო ნაციონალების მთავარი დასაყრდენი ახლა კი არის ისანი სამგორის სუსის უფროსი ზურა ზუბადალაშვილი ვანოს საიმედო დასაყრდენი კაცი ამჟამად ქალაქის სამმართველოს კადრების უფროსი და მე მინდა გითხრათ სწორედ აემიტომ ხდება რომ ყველა ინფორმაცია ეხა მე რო ეს წავიღო ეს სიები ყველა ინფორმაცია რა ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოველ დღის ბოლოს დევს ვანოსთან სახში მაგიდაზე სრული ინფორმაციები აქვს ინფორმაციები ჟონავს ერთ-ერთი მე მინდა გითხრათ რომ რაც ეხება შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს მე მის მიმართ ნამდვილად ვარ დიდი სიმპათიით განწყობილი ჯერა ამ ადამიანის ჯერა რომ ის არის ნამდვილად საიმედო ნიჭიერი პიროვნება რა თქმა ეს არის ძალიან რთული სიტუაცია და რთული გამოწვევა რომელსაც ის უნდა გაუმკლავდეს და მე იმედი მაქვს რომ ის თანმიმდევრულად აი ამ პრობლემებს გადაჭრის და გადაწყვეტს რა თქმა უნდა მე დარწმუნებული მან ეს სიტუაცია იცის და ის ალბათ ყველაფერს გააკეთებს რომ ესე რომ ვთქვათ ეს პრობლემა გადაჭრას და აქამდე რატო არ გადაიჭრა ეს პრობლემა არ ვიცი ეს რის მამიზეზით ხდება ნამდვილად მე შეიძლება ჩემი ვერსიები მქონდეს შეიძლება გარკვეული ჰიპოთეზები მქონდეს არა აკოხა ეს პოლიტიკოსები არ არიან რომ მოსთხოვონ რომ თქვენ იმასთან მაზმიშვილთან უნდა იყოთ კოჰაბიტაციურ რეჟიმში მე არ ვიცი ახლა რასმუსენი თუ საკიც აყენებს ესე რომ სოდის ყოფილი სპეცნაზის უფროსთან უნდა იყოს დღევანდელი უმრავლესობა ქართული ოცნობა კოჰაბიტაციურ რეჟიმში მე მგონი ესე ნამდვილად არავინ არ დააყენებს საკითხს მაგრამ აქ ამის უკან რა მიზეზები იმალება მე ნამდვილად ვერ გეტყვი მე ბარემ ჩავივლი რაღაცებს და კი ბატონო
ჩემი ეს ყველაფერი, რასაც მე გელაპარაკებით, რა თქმა უნდა, ინფორმაციებს ეფუძნება, ამავე დროს ეფუძნება გარკვეულ ჩემ ანალიზს და დასკვნებს, მაგრამ ინფორმაციებსაც. მეოთხე პუნქტი ნაციონალების სტრატეგიაში არის შემდეგი, რომ დაელოდონ თავისთვის სასურველ დროს, როდესაც დღევანდელი მართველი ძალის რეიტინგი, რომელიც ხა ესეა რა მეტნაკლებად ყველა ისეთი აღარა, როგორც თქვა ოქტომბერში იყო, როგორც არჩევნების დროს იყო, როდესაც სწრაფი ვარდნა უმდაბლეს წერტილს მიაღწევს და ასევე როდესაც დაიწყებს დაშლას დღევანდელი კოალიციის ისედაც ძალიან მყიფე ერთიანობა. სხვაჩვენს მე მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ ამ სიმყიფის განცდა აქვს საზოგადოებას და სამწუხაროდ თავად მართველი კოალიციის წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში ხელს უწყობენ აი ამ სიმყიფის განცდის გაძლიერებას. მთელი რიგი, ესე რომ ვთქვათ, სრულიად ერთმანეთის შეუსაბამო, ერთმანეთის საპირისპირო განცხადებებით, შეფასებებით და ასე შემდგომ. ეხლა ბოლოს მე მაგალითად რაც ვნახე, რომელიც ყველა ტელევიზიამ აჩვენა ბატონი კობა დავითაშვილის და ბატონი ვახტანგ ხმალაძის ესე ვთქვათ, ესე ძამწვავე საუბარი, ეს ცუდად მუშაობს ძალიან საზოგადოება. ძალიან ცუდად მუშაობს ესეთი რაღაცა და საზოგადოებაში არის ეს განცდა, რომ ეს არის ძალიან მყიფე ერთიანობა. ნაციონალების სტრატეგია გათვლილი სწორედ ამაზე, რომ ადრე თუ თავარია მათ შეინარჩუნონ ერთიანობა და ამ ფონზე ადრე თუ გვიან ეს კოალიცია დაიშლება, ვიზაც ისინი თავად იმედოვნებენ, რომ პირველი ვინც გამოეყოფა ამ კოალიციურ მთლიანობას, ეს არის ირაკლი ალასანია და მისი გუნდი და სამომავლოდ ეს არის გარკვეული სცენარი, შეიძლება ეს არა მარტო ნაცმოძრაობის სცენარი იყოს, ნაცმოძრაობა ოღონდ ტრანსფორმირებული სახით, მათ კარგად იციან, როგორც ნაცმოძრაობა ისინი ვერასდროს ხალხის, ესე რომ ვთქვათ, მხარდაჭერას ვეღარ მოიპოვებენ, ხალხში იმხელა აგრესია მათ მიმართ, ამიტომ ისინი სამომავლოდ ფიქრობენ თავის რაღაც ტრანსფორმაციაზე, სახის გარდაქმნაზე და ესეთი ტრანსფორმირებული ნაცმოძრაობა, ვთქვათ, ირაკლი ალასანიას გუნდი, კიდევ შეიძლება სხვა, შეიძლება ქრისტიან დემოკრატი, შეიძლება მემარჯვენე, სამომავლოდ შეადგენენ რაღაც ერთიან არა უბრალოდ პროდასავლურ, არამედ პროამერიკულ ძალას, რომელსაც აქვს თავის წარმომადგენლობა ეკრება პარლამენტში, დღეს ვიცით საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა. ნაციონალებთან ერთად გაერთიანდებიან ეს ქრისტიან დემოკრატია. ნაციონალებთან ერთადაა, ეს იქნება ტრანსფორმირებული ფაქტიურად მთლიანად. ნაციონალების ლიდერებიც იქნება. მაგრამ ლიდერ, ასე იგი თვითონ მათ სცენარში ესეა. გაწევრიანება არა, ალასანია იქნება ლოკომოტივი, რა თქმა უნდა, ლოკომოტივი გარკვეული უკვე ოპოზიციური, ესე იგი ალტერნატიული, უფრო სწორედ, ქართული ოცნების ალტერნატიული ძალის ლოკომოტივი იქნება ირაკლი ალასანია და მისი გუნდი და აი აქ ტრანსფორმირებული ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, ბირთვი, გარკვეული წარმომადგენლები, შეიძლება კიდევ სხვა გარკვეული ელემენტები ესე ვთქვათ, გაერთიანდა და შეადგენენ ერთიანი, ესე ვთქვათ, ჭყალებში ვთქვათ, პროამერიკული ძალა. ეს იმ ფონზე, როდესაც კოალიცია წავა, მისი რეიტინგი შედარებით დაბლა, როდესაც კოალიციის ერთიანობა კიდევ უფრო დასუსტდება, აი ეს არის უფრო სწორედ სამომავლო მათი სტრატეგია. მე არ ვიცი ხა ეს სცენარს თვითონ წერენ თუ დაუწერეს, რეალობა არის ესეთი. ამ ფონზე მართველი ძალა, რასაც უნდა ეცადოს, რა თქმა უნდა, რაზეც უნდა მუშაობდეს, ჩემი აზრით ეს არის, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რომელზეც ამდენი ლაპარაკია, და რომელმაც მიიღო პაროდიული ხასიათი, მე მგონი ყველამ დამთანხმებით ამას, პაროდიული ხასიათი მიიღო სამართლიანობის აღდგენის პროცესმა, ყოფილი რეჟიმის წარმომადგენლებიდან დღეს არსებობს ერთადერთი რეალურად პატიმარი ყოფილი რეჟიმის წარმომადგენლებიდან, ეს არის ბაჩო ახალაია. სხვა მე აბა გამისახელებ ვინ არის დღეს პატიმარი. სამართლიანობის აღდგენის პროცესი უნდა, რა თქმა უნდა, წელში გაიმართოს. სამართლიანობის აღდგენის პროცესმა უნდა მიიღოს რეალური ხასიათი და
ეს არის ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი დაკვეთა. ასევე, რა თქმა უნდა, უფრო ეფექტური პოლიტიკის წარმოება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე და რა თქმა უნდა, მთელი ძალისხმევის მიმართვა არა ნაცმოძრაობასთან გაუთავებელ პაექრობაზე, არამედ სწორედ უმნიშვნელოვანესი საშინაო პრობლემების, სოციალური, ჯანდაცვის, ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისაკენ. აქვე მინდა გითხრათ, რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში მე მიმაჩნია, პირდაპირ გეტყვით, რომ რაც ეხება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს. ასეთ შედარებით მყიფე ვითარებაში მე ვფიქრობ, რომ ქვეყნისთვის სასურველია, რომ პრეზიდენტი იყოს ისეთი ფიგურა მომავალი, რომელიც იქნება არა სიმბოლური, ფორმალური, სუსტი პრეზიდენტი, არამედ იქნება სერიოზული პოლიტიკური ფიგურა, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას დაეხმარება ელემენტარულად აი ამ სიტუაციის სტაბილიზაციაში და ყველა სერიოზული პრობლემების დარეგულირებაში. აი მე ძირითადად რაც სათქმელი მქონდა, დანარჩენი თქვენ კითხვებს მზად ვარ. ვინ შეიძლება იყოს ესეთი კანდიდატი? ძლიერი საპრეზიდენტო. დაიწყეთ კითხვები? მე რა თქმა უნდა მიმაჩნია, რომ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე არის შესაძლებელი საპრეზიდენტო კანდიდატი. თქვენ ამბობთ, რომ ეს შეიძლება ოცნებასთან შეთანხმებით, თქვათ, იყოს საუბრები, რომ ოცნების კანდიდატიც შეიძლება ყოფილიყო ნინო. მე ნამდვილად ვერ გეტყვით შეთანხმებით, ეს უკვე ჩემ კომპეტენციაში არ შედის. თუ ეს შეთანხმებით იქნება, ძალიან კაი იქნება, მაგრამ წინასწარ ნამდვილად ვერ გეტყვით. მიმდინარეობს რაიმე ტიპის კონსულტაციები? მე არ ვარ საქმის კურსში. საქმის კურსში ნამდვილად არა ვარ. იცით რა შეა საქმე? სერიოზული საპრეზიდენტო ფიგურა, თქვათ, რომელსაც ასევე როგორც ჩანს სურვილი ჰქონდა, იყო ირაკლი ალასანია, ხო ესეა რა? მაგრამ ირაკლი ალასანიას კანდიდატურა, როგორც ჩანს, არ აღმოჩნდა, ასე ვთქვათ, მისაღები, ესე ჩანს. წინასწარი, თქვათ, საუბრებიდან ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის, პრემიერ-მინისტრისთვის. და სხვა მე იქ აი რაღაც ძლიერ კანდიდატურას ვერ ხედავ. სალომე ზურაბიშვილის სახელმა და გვარმაც გაიჟღერა. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ რამე კონკრეტული ინფორმაცია მე მგონი ჩვენ არავის არ გაგვაჩნია იმასთან დაკავშირებით, თქვათ, მისი ჩამოსვლა და თქვათ თანამშრომლობა ქართულ ოცნებასთან და ბატონ ბიძინა ივანიშვილთან კონკრეტულად რა კურსით და რა კუთხით განვითარდება. ჩვენ არ ვიცით ეს, ხო? როდესაც ირაკლი ალასანიას შესაძლო წამოსვლაზე საუბრობთ კოალიციიდან, გარკვეული პერიოდის წინ იყო საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები ალასანიას და ივანიშვილის შორის და თითქოს დაალაგდა ეს ურთიერთობები. თქვენ ამბობთ, რომ აი ეს მიზეზი შეიძლება გახდეს თუნდაც აი საპრეზიდენტო კანდიდატის. არ გამოვრიცხავ. მით უმეტეს და იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ასეთ შემთხვევაში ნაცმოძრაობას ეხლა მე მგონი ყველამ კარგად ვიცით, რომ არავითარი შანსი არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნების მოგების, არც ერთ მათ არ აყავთ ესეთი კანდიდატი ნამდვილად და მე არ გამოვრიცხავ, რომ მათმა ელექტორატმა ასე ვთქვათ ხარი დაუჭირონ ირაკლი ალასანიას. რამდენად მომგებიანი იქნება ნაციონალური და მათმა აქტივმაც სხვათა შორის. ამით აღიარებენ თავის სისუსტეს და რამდენად წავლენ ამ ნაბიჯს. არა, შეიძლება ეს ოფიციალურად არც იყოს. თუმცა თუ კანდიდატი არ ეყოლებათ? კანდიდატი შეიძლება დააყენონ, არა. არ ვიცი, მე ახლა მაგ საკითხებში ნამდვილად. მაგრამ მათ აქვთ ახლა უნარი რეალისტური მიდგომის და რეალისტური აზროვნების, სიტუაციის რეალისტური გაანალიზების. თქვენ განაცხადეთ, რომ აი საკუთარი ინფორმაციები და საკუთარი ანალიზზე დაყრდნობით აი ალასანიას და ნაციონალების საერთო გეგმებს რის საფუძველზე ანალიზის და გარკვეული ინფორმაციების საფუძველზე. ანუ არის ინფორმაციები, რომ ისინი უფრო მეტად ანალიზის და მე როცა მითქვია, რომ ინფორმაციის საფუძველზე მქონდა რაც ეხებოდა აი მე უკვე იმ საკონსტიტუციო ბერკეტების გამოყენებას თავის დროზე ვთქვი, რომ ეს მაგ ნაღდი ინფორმაცია, რომ ამაზე მიდის ლაპარაკი ნაცმოძრაობაში მეთქი.
ეხლა გეუბნებით რომ ეს უმეტესწილად უფრო ჩემი ანალიზის, მაგრამ გარკვეულწილად ინფორმაციების საფუძველზეც. როგორ ფიქრობთ, ოცნების ინტერესში არ უნდა შედიოდეს ბუნებრივია მისი რეიტინგის დაცემა, აი ეს დაპირისპირებაში და რომელიც თვითონვე აღიარებენ, რომ არ არის სახარბიელო სიტუაცია. რატომ ხდება ესე? მე ვფიქრობ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ბატონი ჯერთი მე ისე ვიმეორებ ბატონ ბიძინა ივანიშვილის წარმატება აიქნება ახლა და არის მთელი ქვეყნის წარმატება. მე სისხორცეულად დაინტერესებული ვარ დღევანდელი ხელისუფლების წარმატებაში და ამიტომაც არის რომ ჩემ თავს უფლებას ვაძლევ გარკვეული კრიტიკული შენიშვნები გამოვთქვა, იმიტომ რომ ეს ჩემი სისხორცეული ინტერესია, არ მომწონს თლად საქმე როგორ მიდის და აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ ის თანდათანობით თავს გაართმევს ყველა ამ პრობლემებს მაინც. იმედი მაქვს. აი ამ პიროვნებებზე ვინც დაასახელეთ და რჩებიან ყოფილი ნაციონალები დღეს საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე. ბუნებრივია ეს ინფორმაცია იგივე ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერს აქვთ ალბათ, ხომ ასეა? დიახ. რატომ არ ხდება მით უმეტეს საზოგადოების მხრიდანაც არის აპელირება? აი მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით. ყველაზე მარტივი გასაკეთებელი, რომელიც პირდაპირ პოლიტიკასთან არ იქნება გადაბმული, არის რომ დაიწყონ ესე რომ ვთქვათ მიზანშეწონილი წმენდა. ისეთი წმენდა კი არა, არამედ აი ძალიან ისეთი რეორგანიზაცია, წმენდა რეორგანიზაცია საკადრო, რომელიც უპირველეს ყოვლისა თავი რომ გავავლენოთ მორალურ და იურიდიულ საკითხებს, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელი. აუცილებელი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესი. რატო არ ხდება და რატო გვიან თუმცა არის ახლა მე წავიკითხე დღესაც არის რაღაც სტატია არის საინტერესო ასავალ-დასავალში, რომელიც სწორედ ამ საკითხს ეხება და არის ლაპარაკი რომ აი ახლა დაიწყება ეს პროცესი, მაგრამ მე ამოვდივარ რაც დღეს მოცემულობაა. უკვე კაი ხანია, ნახევარი წელია ეს მოცემულობაა. რა არის თქვენი ვარაუდი მაინც რატომ არ კეთდება ეს? 6 თვის განმავლობაში ისევ იგივე თანამდებობებზე რჩებიან ადამიანები, რომლებიც იყვნენ ნაციონალური მოძრაობის. შეიძლება რომ თქვათ ანგარიში წერდნენ იგივე დასავლეთ ან მოთხოვნა იყოს, მაგრამ შეიძლება თქვათ კადრები არ არის თუ რატომ შესაბამისი კადრები თუ რა არის მიზეზი ამის? კადრების უქონლობა არის და დეფიციტი სერიოზული პრობლემა, მაგრამ ამით შენ ვერ გაამართლებ იმას, რომ შიგნით ყავდეს მტერი. ხოშია რა. აი ესეთ კადრი არ მყავს პროფესიონალი, ამიტომ შიგნით მტერი მყავს და დინამიტი მიდევს, ეს ახლა ამას ლოგიკა არ აქვს. გამოსავალი რა არის ამ შემთხვევაში? გამოსავალი არის ფორსირებული რეორგანიზაცია. ელოდებით რომ დაიწყება ეს ფორსირებული? კი, ველოდები რომ დაიწყება. ველოდები, მე ყველა ველოდები თუ რაღაცა უნდა დაიწყოს. მე მინდა გითხრათ ისევ გავიმეორო, არ ვარ მომხრე წმენდების და ეგეთი რაღაცა. მე კარგად მესმის რას ნიშნავს ძალოვანი უწყება, ამას უნდა ძალიან ფრთხილი მიდგო, ეგრე არ არის. პროფესიონალი ის ყოველთვის გჭირდება, უამრავი ადპროფესიონალები, რომლებიც იყო ყოფილი ხელისუფლების სამსახურში, ეს არ ნიშნავს რომ იმას შენ ხელი კრა. ყოველთვის ხდებოდა, რომ მე იყენებდნენ იმად და ძალიან უხვათაც უნდა გამოიყენო. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ისეთი ადამიანები უნდა ყავდეს, რომელსაც შეიძლება საფრთხე შეგიქმნან. საფრთხე შეუქმნან ინფორმაციის დაცულობას, საფრთხე შეგიქმნან კრიტიკულ მომენტში. იურიდიულად მორალურად გაუმართლებელი იყოს მათი ყოფნა. აი სერიოზული თემაა. ჯერჯერობით ამას ახერხებს რაც მოძრაობა, რომ ესე ვთქვათ თავის საცეცები შეინარჩუნონ მათ. ისინი ახერხებენ. ფაქტია რომ ხელს უწყობს თვითონ ოცნება ამ პროცესს. თავის დაუნერგოს. ესე გამოდის. კი. ესე გამოდის. აი, როდესაც სამართლების აღდგენაზეა საუბარი, ახალი ხელისუფლების მხრიდან, უმრავლესობის მხრიდან არის ყოველთვის კონტრკითხვა, რომ ნაციონალებს 9 წელი ველოდებოდი და რა გახდა ეს 6 თვე. აი, თუ შეგიძლიათ გითხრათ, რომ რამდენი პერიოდია საჭირო, რომ იგივე ჩვეულებრივ მოსახლეობა მიგრძნოს ეს სამართლების დაწყების პროცესის დაწყების ეს უნდა გაიზომოს, ესე იგი იურიდიული პროცესუალური დროით თუ შეიძლება ასე ითქვას და არა ის რომ ამას ამდენი დრო ჭირდება აფრასიძეების საქმეზე თქვათ პასუხისგებაში მიცემას დანაშაულში ეჭმიტანილ პირთა
ანუ თქვით დამნაშავეთ დავშევში ეჭვიდან ხო პრეზუმპციას უნდა დავარქვა ამას თავის ეს პროცესი განსაზღვრავს სისხლის სამართლის პროცესი თვითონ გამოძიების მაგრამ ფაქტი ახლა 6 თვე ცოტა დრო არა აქ ლაპარაკია რეზონანსულ საქმეებზე საზოგადოება რომლისგანაც პირველ რიგში მოითხოვდა რომ რაღაც ესე იგი პასუხი გაეცეს მათ შეკითხვებს და ფაქტი არის რომ არაფერს შეკითხვები ესე იგი ყველაფერი ძალიან იწელება აი ეს ბადებს აი ამ გაურკვევლობის ბურუს მე ისევ ხას უსვამ არც მე ვარ მომხრე ნამდვილად რაღაც ანგარიშ რომ ქვეყანაში შეიქმნას მასიური ურთიერთ ანგარიშწორების რაღაც ეს ნამდვილად არაჯამრთელივი აი ამის გამო იყო რომ ხალხში გაჩნდა ეს აგრესია ნაცმოძრაობის მიმართ რომ მე უკვე გაუთავებლად უყურებდით როგორ იჭერნენ რა თქმა უნდა ეს არ გვინდა ესეთი რაღაცა მაგრამ არის რაღაც ესე იგი რომ ელემენტარული რაღაც სამართლიანობის მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს ეს სერიოზული თემაა ამას თავი გავანებოთ ესე იგი ჩვენ გვჭირდება მართლაც და რაღაც სერიოზული გარღვევები საშინაო პოლიტიკურ ასპარეზზე საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე ამას დრო ჭირდება მაგრამ უკვე დროა რომ რაღაცები მომწიფდეს გამიგეთ იმისთვის რომ თავად ამ ხელისუფლებამ გაიმყაროს თავისი პოზიციები და როდესაც ვლაპარაკობ მე რომ აი ამ სიტუაციაში რა ჭირდება დღევანდელ ხელისუფლებას მე ჩამოვთვალე რა ნაბიჯები სამართლიანობის აღდგენა და ასევე მე ვფიქრობ რომ მართლმა ძალამ უნდა იფიქროს საკუთარი პარტიის საკუთრივ ქართული ოცნების გაძლიერებაზე ეს არის უმნიშვნელოვანესი როდესაც საზოგადოებაში არის განცდა რომ კოალიციური თლიანობა არ არის ისეთი ასე ვთქვათ მყარი მათ უნდა იფიქრონ თავიანთი ესე პარტიის გაძლიერებაზე საკუთრივ ქართული ოცნების მით უმეტეს ყველამ კარგად ვიცით რომ არჩევნები საპარლამენტო პროპორციulis და მაჟორიტარიც რეალურად მოიგო ერთმა კაცმა. მოდი პირდაპირ თქვით. არც კოალიციას არ მოუგია, არც ერთ ადამიანს არ მოუგია. მოიგო ერთმა კაცმა. ამიტომ მათ უნდა იფიქრონ თავიანთი პარტიის გაძლიერებაზე, სანამ ჯერ კიდევ ესე ვთქვით არსებობს ძლიერი სანამ ჯერ კიდევ მაღალი რეიტინგი აქვს, სანამ ჯერ კიდევ იმედებია მათთან დაკავშირებული და ასე შემდეგ. მადლობთ ყურადღებისათვის.